ეს მე საქართველოს პოსტის მეშვეობით გაუგზავნე საჩელი მოპასუხეს Heidelberg Cement. ეს არის კომპანია, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი უძლიერეს კომპანიას საქართველოში. არის უზარმაზარი რამდენი მილიონი რესურსების მქონე და მე ვიცავ ადამიანის, რომელსაც ჯანმრთელობა შეერყა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ადამიანის, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ კომპანიაში და შედეგად მან მიიღო ფიქრობზე ჯანმრთელობის დაავადება, რომელიც შეადგენს პროფესიული ნიშნით ჯანმრთელობის დაზიანებას წარმოადგენს ემოციონალური დაავადება და მეორე ჯგუფის ინვალიდი გახდა ეს მუშაობის შედეგად. ეს მე Heidelberg Cement ხო არც მეტი, არც ნაკლები, სასაცილო მოთხოვთ მილიონი ლარის დაკისრებას. ასევე ეს ადამიანი და მისი ოჯახი უნდა იყოს ცხოვრების ბოლომდე საპენსიო ასაკამდე, კერძოდ 1000 ლარის ყოველდღიურად დაკისრებას. ორივე სასაცილო მოთხოვნა სამართლებრივად სწორია, არგუმენტირებული და დასაბუთებული. მინდა აქვე გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს არის ევროკავშირთან რატიფიცირებული შეშეკულებები გვაქვს და ევროკავშირში მსგავსი პრეცედენტები არსებობს, სადაც მილიონობით კომპენსაციას აკისრებენ დაზარალებულ მუშაკების სასარგებლოდ კომპანიებს. მინდა ეს პრეცედენტი საქართველოშიც გამეორდეს და იმ ადამიანის, ვის ინტერესებსაც მე ვიცავ, მიიღოს ეს კომპენსაცია მილიონი ლარის ოდენობით. დასაქმებულები საქართველოში უნდა იღებდნენ, რომელიც ჯანმრთელობის დაზიანებას იღებდნენ მილიონობით ლარს. მე მინდა ეს საქმე გავახმაურო და პრეცედენტი შეიქმნას. ადამიანებმა უნდა მუშაობდნენ ისეთ გარემოში, სადაც მათი ჯანმრთელობა იქნება მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილი და არა ისეთ გარემოში, როდესაც მათ ჯანმრთელობაზე შეექმნებათ პრობლემა და სამსახურიდან გაუშვებენ. ამ კაცის ოჯახი დღეს, მისი შვილები, მისი მშობელი, შრომის უნარო, რომელიც წარმოადგენს, უკვე ფაქტიურად ამ კაცს იყვნენ დამოკიდებული და ეს კაცი შეიძლება ღია ცის ქვეშ დარჩეს. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა იმ კომპანიაში, სადაც ამდენი წელი მუშაობდა, 15 წელი, სადაც უამრავი მეგობარი ყავს ალბათ. იძულებული გახდა ამ კომპანიის წინააღმდეგ საქმე შემოეტანას არჩევი. ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზემოხსენებული სარჩელის საფუძვეს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაციის სახით ვითხოვთ მილიონი ლარს.